გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. მამა კახაბერ მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ მიულოცოთ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს მაყურებელს, ვისაც წამს და ვისაც ჯერა ქრისტეს აღდგომის და ღმერთმა ქნას რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ირწმუნოს ამის შესახებ და ჩვენს სულებში, ჩვენს გულებში ყოველთვის იყოს ეს სიხარული, რასაც აღდგომის დღესასწაულის რწმენა ქვია, ასე ვთქვათ. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. აი ეს არის მილოცვაც, ეს არის ხარებაც, ეს არის ამ დღის, ესე იგი შეიძლება ითქვას რაღაცა განმარტებაც მთელი ჩვენ ახლა კი ვფიქრობთ რომ უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ რას ნიშნავს ეს ყოველივე თუ ისტორიული მოვლენა რა იყო და თუ თქვათ მისი სულიერი სიღრმე და შინაარსი მაგრამ თვითონ ამ ორ სიტყვაში არის ჩატეული ეს ყველაფერი ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა პასუხიც ნათლად ცემს ამ ამბავს პასუხს მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა რომ ესეთი შეკითხვით დავიწყო ეს გადაცემა რა ვიცით რომ ნამდვილად აღდგა ქრისტე აი იმ საზოგადოებისთვის ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშნები სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება თავს მორწმუნედ რაც ხდეს, მაგრამ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებაში რაღაც არ ქონდეს სწორი დამოკიდებულება. ზოგადად ქრისტესთანაც არ ქონდეს სწორი დამოკიდებულება და მას არ უყურებდეს როგორც მხსნელს, გამომხსნელს. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის თანამედროვე საზოგადოებისა. მინდა გითხრათ და ჩვენს გადაცემაში მედია მომეცემა საშუალება, რომ როგორც მხსნელზე ისეც ვილაპარაკო, იმიტომ რომ აღდგომა თავისთავად გამოხსნას ნიშნავს. რაც შეეხება საზოგადოებას, რომელსაც რაღაცნაირად ეჭვი ეპარება, მე მქონია მსგავსი შემთხვევები. აი მაგალითად, მოსულა ჩემთან ადამიანი, საკმაოდ ასაკოვანი და მართლა არასდროს არ გამჩენია თავში ეს შეკითხვა, რომ მე მიმემართ ადამიანისთვის ამ კითხვით. რომ მოვიდა რაღაცებს, ესე იგი, საუბრობს, აპირებს რომ არხვა შეინახოს და ვეკითხები, რომ ქრისტეს აღდგომის თუ გწამს მეთქი. აი რატომ ვკითხე მეც არაო მითხრა. დაბა მაშინ რა აზრი აქვს მეთქი ამ ყველაფერს და მართლაც ასე არის. აზრი ეკარგება აბსოლუტურად ყველაფერს. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ბრძანებს. თუ კი ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭი ყოფილა ჩვენი ქადაგება, ფუჭი ყოფილა ჩვენი მონდომება, ჩვენი მარხვა, მოღვაწეობა, კეთილსინდისიერება, ის რომ ადამიანი უფრთხილდები რაღაცას იცხოვრე მაშინ როგორც გინდა, არაფერს აღარ შეხედო საერთოდ და რაღაც აი ცხოველი არის ასე მაგალითად, რომ რასაც უნდა და როცა მოუნდება და რას მოუნდება, იმას გააკეთებს. ანუ აღდგომაზე იმდენად ვართ დამოკიდებული, აღდგომის რწმენაზე იმდენად ვართ დამოკიდებული, რომ თუ კი ეს არ სწამს ადამიანს, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად ფუჭი ხდება. და წეღან აი გამომხსნელობაზე, როდესაც ვლაპარაკობდით, სხვათა შორის აი თუ დააკვირდებით, არც ერთ რელიგიაში არ არის სწავლება მხსნელის შესახებ. როგორ უნდა მოხდეს გამოხსნა და გამომხსნელი ვინ არის? მათ შორის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც კი ამ ხსნაზე ვერ ლაპარაკობენ. აი აბრაამი მაგალითად, რომელიც ასეთი დიდი წინასწარმეტყველია, მოსე, რომელიც მთელი კანონების შემდგენელია, გვესაუბრება ღმერთზე, გვაძლევს მცნებებს, გვეუბნება რა არის კარგი, გვეუბნება რა არის ცუდი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე. მაგრამ აი მხსნელის შესახებ, რომ თქვათ, მას შეუძლია რაღაცა ისეთი ფორმულა მოგცეს, რომ შენ გადაერჩინო თავი და ამ ხსნელის გარეშე შეძლო ეს ყველაფერი შეუძლებელია. ესეთი ლიტერატურა ჩვენ რომ თავი გადაერჩინა ადამიანმა, მხოლოდ ბარონ მიუნჰაუზენთან შეიძლება შეხვდეს, ჭაობში რომ ეფლობოდა და თმებში მოკიდა საკუთარ თავს ხელი და ამოიყვანა ჭაობიდან. თუმცა კი მოგეხსენებათ ეს ჟანრი, უბრალოდ ეს მოთხრობა რა ჟანრს მიეკუთვნება და ამისი სინამდვილეც, რა თქმა უნდა, რომ ესე იგი ღიმილის მომგვრელია. მაგრამ ამავდროულად ნახეთ ყავს ცნობილი მეცნიერი ნიუტონი, რომელიც ამბობს, რომ მომეცით საყრდენი წერტილი და მე დედამიწას გადავატრიალებ, იმიტომ რომ მართლა ფიზიკის კანონის მიხედვით, თუ კი გაქვს საყრდენი წერტილი, მერე შეგიძლია გაზომო ძალა და რაღაცები გადაადგილო, ისეთი რომ წარმოუდგენელი სიმძიმის, თქვათ, ნივთებიც. ამიტომაც ეს საყრდენია სწორედ ქრისტე. ეს საყრდენია, რაზეც არის დაყრდნობილი შენი რწმენა, რომ თუ კი ქრისტე აღდგა, მაშინ შენც აღდგები. მაგრამ
დავიწყოთ ახლა თავიდან ეს ყველაფერი როგორ და რანაირად გადის ადამიანის სული ამ მდგომარეობას თვითონ და რა დამადასტურებელი თქვათ ისტორიული ფაქტები გვაქვს ჩვენ ამისა. აი გულის სიღრმეში ზოგიერთ ადამიანს თითქოს ჯერა ყველაფერს დადის ეკლესიაში, მაგრამ აი გულის სიღრმეში ადამიანი მაინც ეჭვიანი არის. თვითონ რო არ უნახავს, ყველას მაინც აქვს ხოლმე ეს ის რომ აი როგორ შეიძლება და აი დღესაც ჩვენ ხო ვერ ვხედავთ რომ მიცვალებული აღდგეს, აი ვერ ვხედავთ ამას და მაინც აი იწევს ხოლმე ეს ეჭვს რომ აი როგორ შეიძლება და გარდაცვლილი ადამიანი აღდგარიყო. ესე იგი როგორ შეიძლება და გარდაცვლილი ადამიანი აღდგარიყო, მაშინ საერთოდ კითხვა უნდა დავსვათ ასეთი მიმართულებით რომ როგორ შეიძლება და ისეთი მოვლენები ხდებოდეს, რომელსაც შენ ახსნას ვერ უწევდნი. აი მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანოთ რომ როგორ ვღებულობთ ჩვენ პურის მოსავალს. თავთავი რომ დათესო, როგორი უნდა იყოს ეს თავთავი, იცით? მკვდარი უნდა იყოს აუცილებლად. თუ კი ის არ მოკვდა და ნედლი თავთავი ვინმემ ჩათესა, ის მიწაში დალპება და იქედან არაფერი არ ამოვა. მაგრამ მკვდარ თავთავს თუ დათესავ, იქედან მცოცხალი ღერო ამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს აქვს მიცემული ასეთი ძალა მიწისთვის, სიცოცხლის უნარიანობისა. ისევე როგორც ადამიანს დედას აქვს მიცემული სიცოცხლის უნარიანობისა, რომ ახალ შობილს, ესე იგი, მასში შემოსულ აი ამ, ესე იგი, უმცირეს რაღაცა ნაწილაკს მიანიჭოს სიცოცხლე, საიდანაც მე ახალი ადამიანი იბადება და ეს როგორ შეიძლება ადამიანმა ახსნას და თქვას, რომ ეს მე შემიძლია იმ მკვდარი თავთავის რა უნდა გაუკეთოს იმ მკვდარ თავთავს, რომ ადამიანის ძალის მიერ გაღვივდეს ის და ამოვიდეს. არაფერი ადამიანმა მხოლოდ შეიძლება დათესოს, მისი ხელით იმოქმედოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში საღვთოვნება არის ის, რაც ხდება. ყველა შემთხვევაში საღვთოვნება ცხადდება, როდესაც ახალი ადამიანი იბადება, რაც თქვათ ამ დედობრივ და მშობლების ამ ესე იგი სიყვარულის შედეგად ხდება. მე რატომ მოვიყვანე ესეთი მაგალითები, იცით რომ მაშინ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იგივე თქვათ თუ აღდგომასთან მიმართებაში დავსვავთ, იგივე მიმართულებით ჩვენ შეიძლება დავსვათ ეს კითხვები და უბედურება იცით რა არის რომ ეს კითხვები უჩნდებათ ადამიანებს, მაგრამ არ უჩნდებათ უსულო საგნებს. მაგალითისთვის, როდესაც აღდგომა მოხდა, მიწა იძრა. უტყვი მიწა და მისი ენა არის მიწის ძვრა. მიწა იძრა. კლდები გაიპო, წერია პირდაპირ ესე. უტყვი კლდე, რომელსაც არ შეუძლია მეტყველება, მისი ენა ეს არის რომ გაიპო. იქ თქვათ ამ მიცვალებულები აღდგენ უამრავი და ეჩვენენ ქალაქში და ადამიანებმა ცოცხლად იხილეს თავიანთი მიცვალებულები. იქ თქვათ ქარი და ზღვა მას ემორჩილებიან, როდესაც ზღვაზე დადის, როდესაც ქარს უბრძანებს რომ იმიტომ რომ ქრისტეს ყველას ცნობს, მათში არის ჩადებული ეს გენეტიკური კოდი, რომ ვინ არის მათი შემოქმედი არარსებობიდან არსებობაში ვინ შემოიყვანა, ეს მთელმა უტყმა სამყარო მიცის აბსოლუტურად. და ადამიანმა, რომელშიც ყველაზე მეტად იყო ეს ჩადებული და ახლაც არის ჩადებული, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი საღგონებაზე იყოს, მოფიქრალი იყოს და არ კონდეს ფიქრში აზრათი, საიდან მოვიდა და სად მიდის. შეუძლებელია ამ მსგავს საკითხზე არ იფიქროს და რაღაცა ძალა, რომელსაც შეიძლება ვერ აკავშირებდეს ჯერჯერობით ღმერთთან და არ უწოდებდეს ღმერთს და კონკრეტულად იესო ქრისტეს, რაღაცა ძალის ზემოქმედებებს ის არ გრძნობდეს. შეუძლებელია ეს, ან სულიერი განცდები არ კარნახობდეს ამას ყოველივეს. შესაბამისად, ნამდვილად დიდი უბედურებაა ეს, როდესაც უტყუ სამყაროს ასე ესმის ქრისტესი და ჩვენ გონიერ ადამიანებს ნაკლებად გვესმის ამ შესაბამისობასა, მაგრამ მაინც დაუბრუნდები მე იმ თემას, რომ მოდით რატომ გახდა ეს საჭიროება გამოხსნისა, რატომ გახდა საჭიროება მკვდრეთით აღდგომისა, ამის შესახებაც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და ფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად გაცხადდება რა გრძნობით უნდა შეხვდნენ ისინი აღდგომის დღესასწაულს და რა უნდა გაჩნდეს მათში. პირველ რიგში გეტყვით ასეთ რამეს, რომ ქრისტეს ეს ჯოჯოხეთში ჩასვლა და აღდგომა საკუთარ სულში უნდა განიცადოსო ადამიანმა, როდესაც ამბობენ, როგორ შეიძლება ამისი განცდა. ქრისტეს სწორედ იმ ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეს, შენ რომ შინაგან სამყაროში ჩაიხედავ და აბსოლუტურ სიბნელეს ხედავ და მეც ვერაფერს. აი ამ სამყაროში თუ არ შეუშვი ქრისტე და მისი ნათლით თუ არ განათლდა შენი შინაგანი სამყარო, ისე აღდგომის შეგრძნება ძალიან ძნელი იქნება. ფაქტიურად ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი. ასევე მინდა მოუწოდო ჩვენს მაყურებელს, რომ აღდგომის ღამის თევაზე რომ ხედავთ ხოლმე უცხო სახეებს,
და შემდგომ კვირის წირვებზე ვეღარ ხედავთ ხოლმე ამ ადამიანებს, მათაც არაფერი არ უგრძნიათ ფაქტიურად, ისინი მოვიდნენ, მათთვის ეს ისეთი დღესასწაულია, როგორიც მაგალითად ახალი წელი, უბრალოდ ეს რაღაცა საეკლესიო კუთხით არის, რომ იქ ახალ წელს შეხვდებიან ღამის 12 საათზე თოფს გაისვრიან, აქ რაღაცა დღესასწაულს შეხვდებიან, ლამაზ სიმღერებს მოისმენენ ქრისტე როგორ აღდგა თურმე მკვდრეთით, მაგრამ ამითი დამთავრდება მომავალ წლამდე მათი ეს დღესასწაული, რომელიც 1 იანვარს არის და ეს მეორე მოძრავია და თქვათ იმისე დაემთხვევიან, როგორც გამოაცხადებს ამას ეკლესია. ამიტომაც ყოველი კვირა ჩვენთვის აღდგომაა. ყოველი კვირა დღე აღდგომა, ყოველ კვირას ჩვენ თამამად შეგვიძლია ქრისტე აღდგათი დავიწყოთ ერთმანეთთან მისალმება, კი არა, ყოველდღიურად, იმიტომ რომ აღდგა ქრისტე ეს საუკუნო მოქმედებაა და არ არის რომ რაღაცა ერთ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში მოხდა ეს ამბავი და დამთავრდა. ქრისტეს აღდგომა იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია თითოეული ჩვენგანის გამოხსნისათვის, რომ ამაზე ადამიანმა ფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა მთელი ეს მარხვის პერიოდი, ეს ნებიშვიდეული, უნდა მიუძღვნას ამ გამომხსნელობაზე ფიქრს თავისი თავი. ამიტომაც არის ეს დღეები დაწესებული საკუთარი თავის შეცნობისა არის მეთქი, თქვი არაერთგზის ჩვენი გადაცემის საშუალებით და ამავდროულად ამ გამოხსნის შესახებ ფიქრის საშუალება არის. და რატომ დაგჭირდა ეს ყველაფერი? ცოდვით დაცემა იმდენად დიდი იყო, როდესაც ადამი დაეცა შეცოდებით და სამოთხიდან მისი გამოვარდნა მოხდა, შეუძლებელი იყო, რომ კაცობრივ ძალას აღედგინა მისი პირვანდელი მდგომარეობა. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი წმინდანი, ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი, ესე იგი, წინასწარმეტყველი თუ პატრიარქი თუ თვით იოანე ნათლისმცემელი, რომლის შესახებაც მაცხოვარი ამბობს, რომ კაცთა შორის არ დაბადებულა ასეთი პიროვნება, მაგრამ გამომხსნელობა ყველა შემთხვევაში ქრისტესია. იმიტომ რომ გამოხსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. რადგანაც ვთქვათ ასე, პროვოკაციულად მოხდა ადამიანის დაცემა. მას ხომ ძალადობით და ესე იგი ხელების ამოგრეხვით კი არ აჭამეს ეს, არამედ მან თავისი ნებით გააკეთა ეს. ეხლა თავისივე ნებით კი სურს უკან დაბრუნება, მაგრამ ეს ნება არ ეთანხმება ერთ რამეს, ნახეთ, ყველა ცოდვა წყევლის ქვეშ არის. ნებისმიერ ცოდვას, რომელსაც ჩადის ადამიანი, წყევის ქვეშ აქცევს ადამიანს. შესაბამისად, არ არსებობს ისეთი კაცი, რომელსაც რაიმე ცოდვა არ აქვს. მიუხედავად იმისა, ვთქვით, რომ იოანე ნათლისმცემელი როგორი პიროვნებაა და რას ამბობს მასზე ქრისტე, ადამიანური ცოდვა მას, ეს პირველშობილი, მოყოლებული, ეს შთამომავლობითი შეიძლება ითქვას, მას გააჩნია, იმიტომ რომ ის როგორც ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი ამ ხორცში დაიბადა და ეს მიდრეკილებები, ეს გულის თქმები შეიძლება არ გამოულენია გარეგნობით, მაგრამ არ არსებობს რომ ადამიანს არ კონდეს მსგავსი რამ. რაღაცა ხინჯი თუნდაც მცირეოდენი. ამ მცირეოდენი ხინჯის გამო, რა თქმა უნდა, ბოროტებას აქვს იმისი თქმის საშუალება, რომ გარდაცვალების შემდგომ თქვას, რომ ამან ამითი შესწოდა. ამიტომაც ვინ შესწოდა, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია და არა სამოთხეში. მაგრამ ერთადერთია ღმერთკაცობრივი ბუნება, რომელსაც სრული ადამიანური ბუნება აქვს ჩვენი გარდაცოდვისა. ის ყველაფრის განცდელი იყო, ტკივილისა, შიმშილისა, რაღაცა ემოციისა, გარდაცოდვისა. მას ცოდვა არ ქონია. შესაბამისად, თუ კი ადამის სამოთხიდან გამოვარდნის შემდგომ სამოთხის კარი დაკეტილია და ყველა მართალი, მათ შორის კიდე უნდა გავიმეორო, ისეთი მართალი, როგორც იოანე ნათლისმცემელია ჯოჯოხეთში მიდის, იესო ქრისტეც, რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდგომ ავტომატურად ჯოჯოხეთში მიდის, მაგრამ იქ აღმოჩნდება, რომ მისი ადგილი არ არის. რომელიც ცოდვის გამო უნდა იყოს იქ, როგორც ადამიანი, მისი ადამიანური სული, რა თქმა უნდა, ღვთაება მას არ განშორებია, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ როდესაც გარდაცვალება მოხდა ჯვარზე, ღვთაებრივი ბუნება ხორცთან დარჩა თუ სულთან. რა თქმა უნდა, ორივესთან და მისი ადამიანური ბუნება, რა თქმა უნდა, განუშორებელ ღვთაებასთან ერთად ჯოჯოხეთში ჩადის და აღმოჩნდება, რომ იქ მისი ადგილი არ არის. მისი ხორცი ამ ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად, რა თქმა უნდა, საფლავში დაიდება, რომელიც მესამე დღეს აღდგება, საკუთარ თავს აღადგენს, მოდი ესე ვთქვათ, და ეს მოქმედება, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა სამების შესახებ, როდესაც ვლაპარაკობ, მათი მოქმედება ერთია, ანუ ყოვლადწმინდა სამება მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომ აღდგება იესო ქრისტე ხორციელად
და შეიმოსავს ის უკვე უხრწნელ ხორცს. იქამდე ქონდა ხრწნადი ხორცი, რომელსაც ხრწნა არ განუცდია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხრწნას განიცდიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ ცოდვაში გარდავიცვლებით. ხრწნა არის სხეულის იმ ნაწილებად დაშლა, რა ნაწილებისგანაც ჩვენ შევდგებით, ანუ მიწისწვერისგან ვართ მოზელილი და კვლავ მიწად იქცევა ადამიანის სხეული მოგეხსენებათ და მას ეს არ განუცდია და მესამე დღეს აღდგა და შეიმოსა უხრწნელი ადამიანური ბუნება, რა წინასწარმეტყველებაა იმისა, რომ ჩვენც ამ მდგომარეობაში აღდგებით და ადამიანის სული სამ ამ მდგომარეობას გადის, შეიძლება ითქვას. პირველი არის, როდესაც ის დაიბადება და მისი ხორცი და სული ერთია და ჩვენ ახლა როდესაც დავდივართ, მოქმედებთ, ფიქრობთ თუ რაიმე საქმეს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქმედება ერთია, ჩვენი ხორცი და სული ერთნაირად მოქმედებს და ერთობლივად მოქმედებს. მაგრამ არსებობს მეორე რა გარდაცვალება, რასაც ჩვენ ვეძახით, ეს არის სულისა და ხორცის ძალადობრივი გაყრა. ეს ადამიანს არ სურს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ხდება. ესეც მოწყალება ერთგვარი ღვთისა, იმიტომ რომ თუ კი არ მოხდება მისი გარდაცვალება, მაშინ მან საუკუნო სატანჯველში უნდა იცხოვროს, ესე გამოდის, იმიტომ რომ აქ, როდესაც ცხოვრობს ადამიანი, მისთვის გამუდმებული ან ხან სიხარულიც არის, ხა გამუდმებული არ არის ეს ტანჯვა, მაგრამ აი სიხარულს ტანჯვა შეცვლის, ტანჯვას რაღაცა ბედნიერება შეცვლის, ბედნიერება შიში შეცვლის, შიშს რაღაცა აი ამ ცვალებადობაში ამას დავარქვათ მოკლედ პირობითად ტანჯვა, უნდა იცოცხლოს საუკუნო, სადღა არის მაშინ ნეტარება. ამიტომაც სულისა და ხორცის გაყრა, როდესაც ხდება, რაღაცა გარკვეული პერიოდი, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ასე რჩება ცალკე სხეული, რომელიც მიწაში იხრწნება, ანუ იმ შედგენილ ნაწილებად იშლება, რისგანაც არის შედგენილი და ცალკე სული, რომელიც დაუშლელია, მარტივი არის ის თავისი არსებით და არ შეიძლება ის იშლებოდეს. ამიტომ სული განაგრძობს არსებობას, დავანებოთ თავისად და როგორ და ამის შემდგომ მეორედ მოსვლისას კვლავ შეერთდება და აღდგება უკვე უხრწნელი სხეული, ისეთი როგორც ჰქონდა იესო ქრისტეს. რას ნიშნავს ეს უხრწნელი სხეული? მაგალითად, აღდგომის შემდგომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის შედის თავის მოციქულებთან და მოწაფეებთან, დახშულია კარი. კარგად აქვთ გადარაზული, იმიტომ ესე იწყება პირდაპირ სახარება შიშისათვის ურიათასა. მაცხოვრის ჯვარცმის შემდგომ ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ და ჩაკეტილი იყვნენ, მოკლედ 9 კლიტული ჰქონდათ შეიძლება გაკეთებული და აი შემოდის აი ამ დახშულ კარში. თუმცა კი იქვე ხდება ასეთი რამ, რომ მათთან ერთად ტრაპეზს გაინაწილებს. მაგალითად, თევზს შეჭამს, იქ წერია, რომ თაფლს შეჭამს. სხვადასხვა გამოცხადებები მდინარის პირას, თქვათ, იქ შემწვარი თევზი რო დახვდებათ. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მაშინდელი ძალიან გავრცელებული ხალხური თქმულებების თანახმად არსებობდა რაღაცა სულები, რომლებიც ესე ეცხადებოდნენ ადამიანებს. და რომ აბსოლუტური დარწმუნება ქონოდათ მოციქულებს, რომ ეს არ არის მხოლოდ სული, არამედ არის სხეული, თუმცა კი არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ამ სხეულის კვება, მაგრამ იმის დასადასტურებლად, რომ ეს მისი სხეულია და არა რაღაცა მოჩვენებითი სხეული, ამიტომ ის მიირთმევს აი ამ საჭმელს. სწორედ ესეთი სხეული აქვს მას და ასეთი სხეულს შეიძენს, ასეთ სხეულს შეიძენს ყველა ადამიანი აბსოლუტურად, ვინც დაბადებულა ადამის შემდგომ, ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. თუმცა კი მან მეორე პრობლემა ჩნდება, რომ ამ სხეულს კი შეიძენს, მაგრამ როგორც წერია, ცოდვილები აღდგებიან სატანჯველისთვის და მართლები აღდგებიან ნეტარებისთვის. ეს პირველ ფსალმუნშიც ასე წერია და სახარებაშიც, იოანეს სახარებაშიც თვითონ მაცხოვარი ასე ბრძანებს ამის შესახებ. ეხლა კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენ თუ მოგვეცემა სხვა დროს ვისაუბროთ ამაღლების დღესასწაულის განმარტებაზე, მაგრამ დღეს ორიოდე სიტყვით ვიტყვით. რა მოხდა 40 დღის შემდგომ აღდგომისა, რომ ქრისტე ამაღლდა და ამას უყურებენ მოციქულები, მაგრამ რას ნიშნავს, როგორ ამაღლდა, ზეცად ხედავენ, რომ ადის მისი სხეული, ეს განღმრთობილი სხეული, რომელიც მან აღდგომის შემდგომ შეიმოსა, ადის ზეცაში. ეხლა ვნახოთ, ქრისტეს ამაღლება თვითონ ღვთაებრივ ბუნებას ამაღლება რა შეჭირდება. ეს ადამიანური ბუნება მაღლდება და წერია იქ ასეთი დაჯდა მარჯვენით ღვთისა. მარჯვენა და მარცხენა რა თქმა უნდა ღმერთს არ შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ ყველგან მყოფი, რომელიც ყველაფერს მოიცავს, შეუძლებელია მას მარჯვენა და მარცხენა გააჩნდეს. ეს არის ჩვენთვის გაცხადებული უმნიშვნელოვანესი ამბავი, როგორც ვთქვათ, ტრადიცია აქვს ადამიანებს, რომ აი, როდესაც მეფე დაჯდებოდა, მის მარჯვნივ პირველი ჯდებოდა ის, ვინც ყველაზე უპირატესი იყო ამ დიდებულებს შორის.
ადამიანური ბუნება დაჯდა ღვთაებრივი ბუნების შემდგომ უპირატესად. იმიტომ რომ იქ არიან ანგელოზები, მთავარანგელოზები, სერაფიმნი თუ ქერუბიმნი, მაგრამ არსად არ წერია. წერია ასეთი რამ რომ დაჯდა მარჯვენით ღვთისა, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანური ბუნების აყვანება მოხდა ესე იგი ზეცაში და ღვთის მარჯვნივ უპირატესად მისი ესე დაყენება მოხდა და ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ გვალობთ კიდეც რომ უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესა სერაფიმთასა. შესაბამისად ეს აღდგომის შემდგომ ეს ბუნება ესე იგი ხორციელი ესეთი ბუნება იქნება, როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც ქრისტეს ქონდა და ყველა ადამიანი აღდგება, ესეც უკვე მოგახსენეთ და ეს არის სწორედ უდიდესი გამომხსნელობა ქრისტესი, რომ მან ჩვენთვის ჯოჯოხეთი გააუქმა. ვინ ჩვენთვის? ვისაც გვჯერა და გვწამს აღდგომისა. ვისაც გვჯერა და გვწამს, რომ ის არის მხსნელი. არა ის, რომელიც თქვათ მოსემ, რომელმაც კანონი დაგვიწერა და მე ვიტყვი ახლა რომ მე შევასრულებ ამ კანონს და გადავრჩები. ეს დაემსგავსება უკვე ვახსენეთ მიუნჰაუზენის ამბავი, რომ თავის თმებში ხელს მოვიკიდებ და ამოვიყვან. ვერაფრით ვერ შეძლებს ამას ადამიანი, იმიტომ რომ შეუძლებელია მას არ დაერღვას რაღაცა თავისი ცხოვრება. არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არას ცოდოს. ამიტომ თვით გამოხსნა შეუძლებელია და შესაძლებელი გახდა ეს ქრისტე ღმერთის მიერ, რომელსაც აქვს ღმერთკაცობრივი ბუნება და ეს გამომხსნელობითი ღვაწლი მან აღასრულა ჯვარზე, როდესაც დაიკლა და მესამე დღეს აღდგა და გახსნა სასუფევლის კარი ყველა მისი მორწმუნისათვის. აი ახლა გისმენდით და ყველა იმ ადამიანისთვის აღდგება, ვისაც გვწამს აქვთ რომ გამომხსნელია ქრისტეო და ღმერთი ხო სიკეთეა აბსოლუტური. დიახ. აი ეს ადამიანები, ვისაც რაღაცნაირად ხინჯი აქვს და არ აქვს ისეთი რწმენა, არ არიან ძლიერნი თავის რწმენაში. იმათთვის მაინც დასჯადი იქნება ეს ურწმუნოება, ასე ვთქვათ, მეორედ მოსulis ჟამს. აი ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ის ადამიანები თუ ჯოჯოხეთში მოხვდებიან და სამუდამო ტანჯვისთვის არიან გამეტებულნი, მაშინ სად ქრება ღმერთის აბსოლუტური სიკეთე? მოდით ჩვენ ასე ვთქვათ, როგორც მაქსიმე ახსარებელი ამბობდა, რომ ღმერთმა დამეფაროს ვინმეზე ვთქვა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდებაო. მე საკუთარ თავს განვიხილავ მხოლოდო. ამიტომაც უნდა ვთქვათ, რომ რაც სახარებაში წერია, კი ნამდვილად ასე არის გაცხადებული, რომ ცოდვილები აღდგებიან, ესე იგი, საუკუნო ცეცხლისთვის, ოღონდ ეს ცეცხლი არ არის მატერიალური ცეცხლი, რატომღაც ესე უხატავენ ხოლმე ადამიანებს დიდი ქვაბები რო თუხთუხებს და ვიღაცა იქ ყოვზითურებს და ეს მინდა გითხრათ, რომ ხალხური ზღაპრებია. ეს არ არის მატერიალური ცეცხლი. არამედ ეს არის სხვაგვარი სულიერი სატანჯველი, ეს არის შედარება შეიძლება ასეთი ითქვას, რომ განსაკუთრებული წყურვილი რო ტანჯავს ადამიანს და წყალს რო ხედავდეს და ვერ სვამდეს აი ამ წყალს და ახლობით ესე შეიძლება წარმოდგენა გქონდეს ფსალმუნში სხვათა შორის ქართულ თარგმანში ძალიან კარგად არის ეს გადმოცემული ებრაულიდან ახთუხთე ზეცად იქ ხარ შთათუხთე ჯოჯოხეთას ახლოსვე ხარო იქ ზეცაში ამბობს რომ იქ ხარ და ჯოჯოხეთში ამბობს ახლოსვე ხარო რას ნიშნავს იცით ახლოსვე ახლოს კი ხარ მაგრამ ვერ გწვდები ამიტომაც არის ეს ჯოჯოხეთის მდგომარეობა ასეთი რომ ადამიანის ტანჯვას რას იწევს რომ ხედავს ამ სინათლეს მაგრამ შეუძლებელია მისთვის ეს სინათლე არის მტანჯველი ხედავს რაღაცა სიკეთეს მაგრამ მიუწვდომელია მის ვერ წვდება მას ამიტომ ახლოსვე ხარ ფსალმუნში გაჟღერებული ეს სიტყვა ნიშნავს სწორედ აი ამ ტანჯვის მდგომარეობას რომ ახლოს ხარ მაგრამ ჩემი არა ხარ და რაც შეეხება თქვენს კითხვას სხვა დამისვით მე უბრალოდ სხვაგან გამექცა აზრი მართალი გითხრათ მაგრამ ვფიქრობ ესეც სათქმელი იყო და ეხლა ვთქვათ ის რომ სად იკარგება მაშინ ღვთაებრივი სიკეთე ღვთაებრივი სიკეთე სინამდვილეში არსად არ იკარგება მიუხედავად უკიდურესი ცოდვილობისა ადამიანს როგორც სახარებაში წერია მწყურვალს რო ერთი ჭიქა წყალი მიაწოდოს ისიც არ დაეკარგება ღვთის წინაშე და ექნება რა თქმა უნდა ამის გამო შეღავათი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანს ესე იგი ღმერთი სიკეთეს შეუცვლი მისი სიკეთის გამო შეიცვლება თავისუფალი არჩევანი თავისუფალი არჩევანი გახლავთ ყველაზე დიდი საჩუქარი რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამავდროულად გახლავთ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საჩუქართან ერთად რომელიც მისცა იმიტომ რომ ჩვენი ეს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება არ არის
თუ კი მას ვიტყვით რომ პასუხისგებლობა არ გჭირდება ხა თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზამ მაშინ დაღუპულია ეს ადამიანი იმიტომ რომ მან არ გაითვალისწინა ღმერთის ეს სიკეთე ამიტომაც არჩევანს თვითონ აკეთებს ადამიანი რა იგივე რწმენასთან დაკავშირებით შეიძლება ესეთი ხანდახან აბსურდული ისეთ რეჟიმში და გარემოში გავიზარდეთ რომ ამიტომ არ გწამს რა შუაშია რეჟიმი და მაგ რეჟიმში და გარემოში გაიზარდა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე 1933 წელსაა დაბადებული, როდესაც იყო, ესე იგი, ხანა ათეიზმის ზეობისა და პროპაგანდა მიდიოდა პირდაპირ და ეკლესიებს კეტავდნენ, მაგრამ როგორ გაიზარდა და რანა მისი ოჯახი როგორ ზრდიდა თავის შვილებს და რა სარწმუნოებით იყვნენ და უამრავი მსგავსი შეგვიძლია ჩვენ დავასახელოთ. ამიტომ მიზეზად იმის დასახელება, რომ ათეიზმის პერიოდში გაიზარდა, ეს არასწორი დამოკიდებულება. მიზეზად იმის დასახელებისა, რომ მან რაღაცნაირად ღმერთი ვერ იცნო და ვერ მიიღო თავის გულში, აშავებს ადამიანს, ესე იგი არ ფიქრობს. არ უნდა ფიქრი გადაგებულია მხოლოდ ამ ქვეყნიურზე, ან რაღაცა მატერიალურზე, ან რაღაცა კარიერაზე, ან სწავლა-განათლებაზე, ან ოჯახის შექმნაზე, უიმე 1000 რამ შეიძლება იყოს ადამიანისთვის გამუდმებული საფიქრალი, გარდა იმისა, რომ დაფიქრდეს მართლა რომ ეს მზე რო ამოდის და მთვარე რო ჩამოდის და აი ეს წესრიგი რომ არსებობს სამყაროში, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო აფეთქების შედეგად. როგორც ამას ათეისტი მეცნიერები ჭხალებში ვამბობთ ამას შეიძლება გადაგებდნენ რომ რაღაცა თურმე თავისით შემთხვევით აფეთქდა ამის აფეთქების შედეგად ენერგიები ისე გადანაწილდა რომ ყველაფერი ზღვამიცის მისი საზღვარი სად არის მზემიცის როდის ამოვიდეს და როდის ჩავიდეს და რომ დაირღვეს ეს ერთი წუთიც რო დააგვიანოს მან თავის ბრძანებას რომელიც მიცემული აქვს ღვთისგან სამყარო მართლა დაინგრევა და დაიშლება და აი ამ წესრიგის შესახებ ხომ შეიძლება ელემენტარულად დაფიქრდეს რომელთა მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ წერს პირველივე თავში პავლე მოციქული რომ აი ამ ხილული სამყაროთი შეიმეცნება უხილავი სამყარო იმიტომ რომ ეს რაღაცა გარკვეული ანალოგი და ანარეკლია იმისა რაც ღმერთმა შექმნა აი ეს დიდებულება ეს სილამაზე იმიტომ რომ ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია ზეცის სრულად აღქმა თუ აქედან არ იწყებ ამას ყოველივეს როგორ შეიძლება ვარსკვლავებიან ცას შეხედო სადღავ ხედავ თბილისში ვარსკვლავები მე მგონი აღარ ჩანს უკვე წლებია ისეთი ისა გვაქვს რა ქვია გარსი შემოკრული რაღაცა ღრუბლების ამ გამონაბოლქვის მაგრამ სოფელი იმედი მაქვს ყველას აქვს და ზაფხულობით მაინც სტუმრობენ ამ სოფელს და რომ ახედავ ცას და ვარსკვლავებიან ცას დაინახავ როგორ შეიძლება არ დაგაფიქროს შემოქმედზე ამ ყოველივე და ამიტომაც თუ აქამდე არ უფიქრი ადამიანს ამის შემდგომ მაინც უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი თუ აქამდე იმაზე არ დაფიქრებულა რომ მკვდარი თესლი თუ არ ჩათესე ცოცხალი ღერო არ ამოდის ამის შემდგომ მაინც დაიწყოს ფიქრი რომ მივიდეს მხსნელამდე გადამრჩენელამდე რომელიც მკვდრეთით აღდგა რომ ჩვენც აღგვადგინოს კვლავ მკვდრეთით და წმინდა წერილში ეს უამრავჯერ უამრავ ადგილას არის გაცხადებული მათ შორის ყველაზე ნათლად ეზეკია წინასწარმეტყველთან რომელიც ხედავს ასეთ ჩვენებას რომ ესეთ დიდ მინდორზე უამრავი ძვლები აწყვია და უცბად გაისმება ზეციდან ბრძანება და ეს ძვლები იწყებს შეერთებას ისე რა საზარელი სანახავი იქნება წარმოგიდგენია იწყებს ეს ძვლები შეერთებას ამ ძვლებს ძარღვები გადაეკრება ძარღვებს ხორცი გადაეკრება ხორცი კანით შეიმოსება და ეს არის ის განღმრთობილი ხორცი ადამიანისა რომლითაც ის აღდგება და წარდგება სასამართლოს წინაშე მამა კახაბერს საუბრობდით ახლა თქვენ ათეისტებზე და მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვაც. და დავუბრუნდეთ. ვნახოთ ათეისტის შეკითხვა. და აი დავუბრუნდით ეთერში, ვნახეთ ათეისტის შეკითხვა, რომელიც ამგვარად ჟღერს. თუ კი ვამბობთ, რომ ღმერთი არის გამომხსნელი, მაშინ რატომ არ გამოიხსნა მამა ღმერთმა საკუთარი ძე სიკვდილისგან? ჩვენ ასეთი რამ გვიწერია რომ ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი თავისი ძემ ხოლოჩობილი მისცა მსხვერპლად რომ გამოეხსნა მოკლედ ესო. ეს გახლავთ სწორედ სიყვარულის ნამდვილი დადასტურება. ამაზე აღმატებული სიყვარული არ არსებობს, როგორც ამას მოციქული ბრძანებს, მახარებელი ბრძანებს, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე დასდოს სხვისთვის.
ამაზე აღმატებული სიყვარული არ არსებობს. ეს ვისაც გაუკეთებია, წარმოიდგინეთ როგორი სიყვარულის დედას გაუკეთებია შვილისთვის და ვის გაუკვირდება დედაშვილური სიყვარული, მაგრამ მეგობარს მეგობრისთვის რომ გაუკეთებია. საერთოდ უცხო ადამიანისთვის რომ გაუკეთებია. გურამრჩეული შულს უცხო ადამიანისთვის რა თქმა უნდა. გაუკეთებია, ეხლა უცებ გამახსენდა. იცით რა, ნამდვილად გადაეშვა იქ რომ გადაერჩინა ადამიანი, თუმცა კი შეიძლება ნაპერწკალი იმედი მაინც არსებობდა რომ თვითონაც გადარჩენილიყო, თუმცა კი თავი გასწირა. ნამდვილად ასე არის. მაგრამ არის ის რომ ზუსტად იცი რომ გადარჩენის აი 1%-იც არ არსებობს და მიდიხარ. როგორი აღმატებული ნაბიჯი, როგორი სიყვარულის გამოვლენა, გრიგოლ ფერაძე მაგალითად. მან ხომ სხვისი დანაშაული აიღო თავისთავად ზუსტად იცის რომ ამის გამო დაისჯება და მიდის აი ოსვენციმის ბანაკში მოხდა ეს ამბავი და წმინდანია ჩვენი სავედრებელი და საყვარელი წმინდანი ძალიან გრიგოლ ფერაძე არქიმანდრიტი. და რატომ მოვყევი ეს მაგალითები, რომ ამაზე აღმატებული სიყვარული არ არსებობს და ღმერთმა სწორედ ეს აღმატებული სიყვარული გვაჩვენა. თავისი მხოლოდშობილი ძე ამისთვის უნდა გაიწიროს, რომ კაცობრიობა იქნას გამოხსნილი. მე თქვენის ნებართვით შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, შეუძლიათ ეს მონახონ ინტერნეტის საშუალებითაც და ჩაწერონ ესე პირდაპირ რუბლიოვის სამება. ეს არის სამი ანგელოზის სტუმრობა აბრაამთან, როდესაც ესე არის დახატული, რომ სამი ანგელოზი არის და შუაში მაგიდა არის იქ დაკლული ხბოს თავი დევს. და ძალიან საოცარი საღვთისმეტყველო ახსნა აქვს აი ამ ხატს. ეს არის სამების თათბირი, ასეც იწოდება ეს ხატი. და სამების თათბირი არის, როდესაც შექმნათა წიგნის პირველივე თავში წერია, რომ მოდი ვქვნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენთან. და განხილვა მიდის ამას, რომ ვქვნათ ხატად და მსგავსად ჩვენთან და შუაში რომელიც ზის ამ ანგელოზების სახით არის გამოხატული, იმიტომ რომ ღმერთი სხვანაირად არ იხატება მოგეხსენებათ, ის რაც არ გვიხილავს, მას ვერ დავხატავთ. ამიტომაც სამება პირობითად ეწოდება, ისინი ანგელოზის სახით არიან გამოხატულნი. შუაში რომელიც დგას ფერების მიხედვით უნდა გავარჩიოთ, მეწამული ფერი ყოველთვის აცვია ქრისტეს, ცისფერი აცვია ამ შემთხვევაში მამა ღმერთს და მწვანე ფერი სულიწმინდა ღმერთს. შუაში რომელიც ზის მეწამულ ფერიანი უთითებს მსხვერპლზე, ანუ იმ ხბოს თავზე. და ესენი ორივენი ეთანხმებიან. რას ნიშნავს ეს? ეს არის წინასწარი დაზღვევა, თუ კი კაცობრიობა დაეცემა ძე ღმერთი მზად არის რომ მსხვერპლად შეეწიროს. ეს წინა განგებული, იმიტომ რომ ღმერთმა ხომ წინასწარ იცის ყველაფერი. მაშინ შეიძლება ვინმე მკითხვა დასვას, რატო შექმნა სამყარო თუ კი იცოდა რომ ადამიანი დაეცემოდა. იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ თუ კი არ შექმნიდა, მაშინ გამოდიოდა რომ ბოროტება უკვე ჩანაფიქრშივე გამარჯვებული იყო, შექმნამდე გამარჯვებული იყო. ამიტომაც იცით რას გავს ეს ამბავი? აი სახლს რომ აშენებენ, აი დიდ კორპუსებს ეხლა თბილისში საერთოდ არ გაიხედა. ყველგან მშენებლობა. კორპუსს რომ აშენებენ, აუცილებლად უკეთებენ სახანძრო კუთხეს. ეს რას ნიშნავს? ხანძარი უნდა გაჩნდეს აუცილებლად? არა. ხანძარი უნდა გაჩნდეს არა, ვინიცობაა გაჩნდეს ხანძარი, ამ შემთხვევაში ეს სახანძრო კუთხე იქნება მხსნელი, მოკლედ ამ კორპუსისა რომ მივლენ და ამის საშუალებით ჩააქრობენ. ასეთია ყოვლადწმინდა სამების თათბირი რუბლიოვის ამ ხატმეტყველებაში შეიძლება ითქვას, რომ ამ სამების თათბირი ესეთია, რომ თუ კი დაეცემა, მე მსხვერპლად შევეწირები და თუ იქ კარგად დააკვირდებით, ანგელოზის სახით ეს მაცხოვარი, რომელიც მეწამულ ფერშია, ბარძიმის ფორმაში ზის. აი თუ კი დააკვირდება კარგად ჩვენი მაყურებელი ამას და ეს ძალიან საინტერესო ხატია, ასე რომ მამა ღმერთმა, რა თქმა უნდა, გამომხსნელობით ისევე როგორც ძე ღმერთმა და ისევე როგორც სულიწმინდა ღვაწლი აღასრულეს, თუმცა კი მოქმედებდა რა თქმა უნდა ყოვლადწმინდა სამება, მაგრამ გაცხადებულად ჩვენთვის იყო ძე ღმერთი იესო ქრისტე, რომელმაც გამოგვიხსნა, რომელიც აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანს აღგვადგენს საუკუნო სიცოცხლეში. ამინ. ამინ. ღმერთმა გისმინოთ, მამა კახაბერ, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.